Shake that. Watch me nay-nay. Now watch me whip. Watch me nay-nay. Now watch me whip. Watch me nay-nay. Now watch me. 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 Okay. Watch me. Watch me. Watch me. Watch me. Watch me. Watch me. बुल के पैसा मिलेगा खाली फुकट बैठेगी तो कैसा मिलेगा बुल के पैसा मिलेगा खाली फुकट बैठेगी तो कैसा मिलेगा მოგესალმებით ყველას, ძვირფას სტუმრებსა და მასპინძლებს, მეგობრებსა და უმცროს თანატოლებს, ძვირფას პედაგოგებს. მოგესალმებით. დღევანდელი და განსაკუთრებული არა მარტო ჩვენთვის, არამედ კახეთის მეორე საჯარო სკოლისათვის, რადგან დღეს 2016-2017 სასწავლო წლის გამოსაშვების დღეა. ხალბატონებო და ბატონებო, მე მომიგოძეთ წარმოგიდგინოთ მისი აღმატებულება მე-12 კლასი. მაშასე კლასის მაშა და მედვედი ლაშარა ფავადანა ნაგეთია. ჩვენი კლასის ბუშტი ფედოსია ეკონია. კლასისა და სკოლის პედაგოგი სესი ჩვენი კლასის ეროდოტე მარიამ ნარმანია. ჩვენი კლასის ძილის გუდა და გაუსებელი სივრცე ლაშა გაგულია. ჩვენი კლასის ოთარა ათქვრივი მარიამ ბაგარანძე. ჩვენი კლასის რითვერ გეიზარდე გოგო დიანა გეთია. ჩვენი კლასის დედა ტერეზა ასევე სკოლისას კრისტინე ფაშავა. სკოლის დივა მეგიდა რასელია. ჩვენი კლასის აიტიშნიკი და ჰაკერი ბეკა ჭიტანავა. ახლა ძალიან დიდი აპლოდისმენტები მინდა. ჩვენი კლასის უდიპლომო სასიცო ზვია დორჩინავა. ჩვენი კლასის იუმორინა 2005 გიორგ შედანია. ჩვენი კლასის ბერმუნდის სამკუთხედი გიორგი კაკულია, ბაგური გუგუჩია, ბეკა ჭკუშია. ჩვენი კლასის ზაქარია ქუცნაშვილი, არსენა შედანია.
მიერ უერთგულესობა დიმიტრი შელია. მის ღიმილი ანა ქობალია. ჩვენი კლასის შუმახერი ზაზაგეთია. და წლის ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ მარიკა ბიჭია. მოდიში მარიკა. და ბოლოს ერთადერთი და განუმეორებელი ვაჟა გეთია. უკასრავად დიანა შენ არ მოხვალ გენაცვალე. ჩვენი კლასის მაკდონალდსი დიანა მაიოროვა ხოთ. ახლა გითხოვთ დროებით დავტოვოთ სცენა, ჩვენ კი გავაგრძელოთ საზეიმო განწყობა. რაცაო ტექნიკური შეფერება. დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ. დღევანდელი დღე დასაწყისია ჩვენი იმედებისა და მომავლის, ჩვენი სხვა წარმატებებისა და პოპულარობის, საქმიანი ურთიერთობებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების, საკუთარი თავის შეცდომისა და დამკვიდრების, ერთი სიტყვით ვიწყებთ დამოუკიდებელ ცხოვრებას. შესანიშნავი გზნობაა, როდესაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპს წარმატებით ამთავრებ და მიელტვი უცხო გარემოსკენ, რომელიც თანდათან შენი ხდება, ეჩვევი მას და არ გიჭირს ადაპტირება. გემატება გამოცდილება და საფეხურ მაღლდები. დიახ, მაღლდები, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც აქ დაცვლილი გაქვს ყოველი საფეხური თუ ფანჯარა, ზეპირად იცი როგორია სკოლის ეზოში მდგარი ჭადარი. როგორი ლამაზია გაზაფხული ან თუნდაც როგორ უწითლდებათ ნეკერჩხლის ხეებს ფოთლები. ვაჟა, სულთან რომანტიკულის მოგახდები. თუმცა რომანტიკული გზნობები ნამდვილად აგიშლებათ, როდესაც სესილ შედანიას ლექსს მოისმენთ. თხოვთ სესილ, წაგვიკითხე ლექსის სამშობლოზე. თხოვთ. ნეტავა მხედებს ქვეყანაზე რა შეედრება ციხე-ტაძრებით სადასულ ლოცვა ვედრებად წევს ვეფხის თავს საქართველოს მზის წილ ხდომილი თავს დასდგომია იალბუზი ხელაპკრობილი თითქოლოცულობს ცადაღავლეს ხმათა ხავერდებს და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ზავედრებს თითის ვენახები თითის ხანები თითის გალავნები წმინდანებისა და ფალავნების ზოგი ციხეა შეკივლება ზოგი გაფრენა ზოგს აუშლია ხომალდივით გნოლი აფრება ზოგი მუშტია მუქარაა ზოგი გინება ალაყაფებით კონგურებით რომ იკბინება თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა დაგილეწია მტერო მაგრამ ვერაგიღია დიდება თქვენ და თოროსანო ბერო მამება თქვენ შეგინახავთ ვენარ ჯულიერი სამეფო ვენახდება ფოლიანტები და საქართველოს სულს ციკაჟებ გოლიათდები ვინაც ააგო ნიკორწმინდა სვეტი ცხოველი დიდება მის ლანძ მე არა ვარ მეტის მთხოვნელი კედლებს ფრესკებად შეხიზნულდო წმინდა დედად ხვედრი თქვენებდი არღარავის გარდა ეტაროს კურთხეულიქოს ვინც გაჭვიდა კლდეში ვარძია სულით ამახვდეს ვინც საკვანი ისი არწია ვინაც პირველად დაიმღერა ვეფხი და მოყმე იმ გუთნის დედას მე მზადავარ ვეყმო კირითხურონ კალატოზნო ოსტად შეგირდნო თუ ვინმე სადმე რამე ცოდვა გქონდეთ ღმერთმა შეგინდოთ ოციხისლოდო ჩამოშლილო ჩამომსხრეულო ოძვალო ჩემო გატანჯულო ჩემო სხეულო ოგოდალ ბურჯნო
გალავნებო ნაგებო მკრივად ნაბზარი რა ყველა თქვენი ნაკაცრიც მტკივა გამისკდეს მიწა თუ შეგბყალო თუ გივერანო შენ საქართველოს ხმალაბჯარო ჯაჭვის პერანგო ჰეი სიმღერით ხალხსიხადრავს ჩემი მგოსანი ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარადი ცნობა და საქართველოს ციხეებზე ზიშუბოსანი დგას მეციხოვნეთ მარადისობა მადლობა მადლობა სესილი, რომ დაგვატყე შენი თქმილი ხმით, მართლა შესანიშნავი იყო. ჩვენ კი განვაგრძობთ ჩვენს საზეიმო ღონისძიებას. ახლა კი მე მინდა მცირეოდენი რამ მოგითხროთ ჩემი კლასის შესახებ. ზუსტად 12 წლის წინ 2005 წელს დაბნეულმა პატარებმა ფეხი შემოვდგით ამ სკოლის გარშე. ზოგმაც ტირილით, ზოგმაც სიხარულით ფეხი აუწყეთ სკოლის ყოველდღიურობას და მალევე დავარწმუნეთ ყველა, რომ განსაკუთრებულები ვიყავით. დიახ, ნამდვილად განსაკუთრებულები ვარ და დღესაც ვაგრძელებთ ჩვენს დელიკატურობას. ნამდვილად რთული იყო სკოლის პირველი ნაბიჯები. თუმცა ჩვენს სწავლას ჩვენი პირველი მასწავლებლები მადონა თოდუა და ნანა ყურუა გვიმარტივებდა. გვეალერსებოდა და გვეფერებოდა. სწორედ ამისთვის დიდ უღმეს მადლობას ვუხდით მათ. შეუძლებელია დაივიწყო და არ აღნიშნო ის დიდი როლი, რასაც სკოლა აძლევს თითოეულ მოზარდს. ჩვენ სკოლისგან უდიდეს ცხოვრებისეული გამოსილება მივიღეთ. ვისწავლეთ კეთილისა და ბოროტის შეცნობა, ჰუმანიზმი და სამშობლო სიყვარული. დიახ, სკოლა ჩვენ გვერდში ყოველთვის იდგა და ამას ნამდვილად გრძნობდით. თუმცა ამ ყველაფერზე ჩვენ არ ვისაუბრობთ. უფრო დეტალურად ჩვენი კლასელები, მეგი დარასელია, სესილი შედანია და გიორგი შედანია მოგვიყვებიან სკოლის წლებზე. გთხოვთ ბავშვებო. მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს ბოლოჯერი რეკება ჩვენი საყვარელი სკოლის ზარი და სწორედ დღეს ვტოვებთ მშობლიური სკოლის კერას და ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპს ვიწყებთ. ზუსტად 12 წლის წინ პირველად ფეხი შემოვდგი ჩვენი სკოლის ლამაზ ეზოში. შემოდგომის ფოთლებით გალამაზებული იყო ჩვენი სკოლა. თუმცა მე მაშინ მარტო არ ვიყავი. ჩემს ირგვლივ იყვნენ თალანტებული გოგო ბიჭები, რომლებიც დღეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან და ჩემს საუკეთესო მეგობრებს წარმოადგენენ. არასოდეს არ დამავიწყდება ჩემი პირველი დამრიგებელი მადონა თოდუა. მადონა მასწავლებელო, ყოველთვის მემახსოვრება თუ როგორ სიხარულით შემოგვეგებეთ, როგორი სითბოთი სიყვარულით მიგვიღებთ თითოეული ჩვენგანი. მადონა მასწავლებელმა და ნანა ყურუამ ძალიან დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ ჩვენი სამხედროობა გაიფართოებინათ და ღირსეულ პიროვნებებად აღვეზარდეთ. დაწყებითი კლასები დაუვიწყარი წლებია, რადგან სწორედ მაშინ ეცნობი სკოლის ცხოვრების ნამდვილ ტემპს. მაშინ გიჩნდება სურვილი იმისა, რომ გერქვას წარჩინებული მოსწავლე. მადონა მასწავლებელმა და ნანა მასწავლებელმა ჩვენ გვასწავლეს იაკობ გოგებაშვილის დედაენა, გვასწავლეს ვაჟა, ილია, აკაკი. თქვენ ჩვენი სკოლის თითოეულ მასწავლებელთან ერთად შეგვასხით ფრთები, რომელიც დამიჯერეთ დღემდე იზრდება და რომელიც უკვე დღეს მზად არის. ის საუნჯე, რაც სკოლაში შევიძინეთ, დავტოვოთ და უფრო სხვა ასპარეზზე გავიტანოთ და განვარცხოთ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის. მეც ასეც ყველგან ამასთან მახსოვს ეს საწესი კლასები. ძალიან კარგი დრო იყო მართლაც, და დიდი მადლობა მინდა გადავხადო ორივე მასწავლებლებს. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან გვიყარხართ. ჩვენ მე-6 კლასიდან გავერთიანდით და იქიდან ერთად მოვდივართ. მივახციეთ დიდ წარმატებას და ვფიქრობ, რომ ჩვენი შრომა ნაყოფიერი გამოდგა. სწავლობდი სკოლაში, სადაც შეიძლება მიაღწიო ძალიან ბევრს და მინდა არ დავივიწყო ხათმა დარასელიას დიდი შრომა და ხვაწყლი ჩვენდამი. ხათმა დარასელიას ის შრომა, რომლის წყალობითაც ჩვენი კლასის ნახევარზე მეტი ხათმა დარასელიას შრომა, რომლის წყალობითაც ჩვენი კლასის ნახევარზე მეტი გაცდა ქვეყნის საზღვრებს. ჩვენ მოვიარეთ სომხეთი, მოსკოვი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია. ვინ მოთვლის რამდენჯერ. დიდი მადლობა ხათუნა მასწავლებლო. ძალიან გვიყვართ.
მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დამრიგებას, ჩვენს მანანა მასწავლებლებს. ადამიანი, რომელიც წლები ამ ხარში გვიდგას, წლებია ჩვენთან ერთად არის. ჭირს რათულ ხინში. დიდი მადლობა მანანა მასწავლებლებო. ძალიან გვეყარხართ. თითოეული მასწავლებელი ჩვენთვის პატივსაცემი და დასაფასებელია. თუმცა ბოლოს მინდა განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ხალბატონ მანანა მეგონიას გადავუხადოთ. დიდი მადლობა მანანა მასწავლებელო გაწეული შრომისათვის, ჩვენთან ერთად ყოფნისათვის. მინდა მთელი კლასის სახელით მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა. ახლა კი როცა ვაანალიზებთ იმას, რომ დღეის შემდეგ ამ სკოლაში მოსწავლის სტატუსით ვეღარ შემოვალთ და დღეიდან ცხოვრების სრულიად ახალ, განსხვავებულ და ჩვენთვის უცხო ეტაპს ვიწყებთ, ძალიან რთულია წარსულზე და ემოციების გარეშე საუბარი. მეგის და გიორგის საუბრიდან მიხვდით, რომ ჩვენ მიერ აქ გატარებული 12 წელი საკმაოდ მდიდარი, ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო. ახლა კი უნდა დავტოვოთ ეს სკოლა. სკოლა, სადაც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 12 წლის მანძილზე ვცხოვრობდით. აქ ვატარებდით უფრო მეტ დროს ვიდრე სახლში თუ სხვაგან. აქ გავიცანი ეს ძვირფასი ადამიანები და უნდა დავტოვოთ დღესის მასწავლებლები, რომელმაც გვასწავლეს ცხოვრება და გვაყენეს სწორ გზაზე, გვასწავლეს ცუდისა და კარგის, ბოროტისა და კეთილის ერთმანეთისგან გარჩევა. ამას წინ კლასელები ვიხსენებდით წარსულს, ვიხსენებდით ჩვენი სკოლაში გატარებულ წლებს და ყველაფერი გვახსენდებოდა ღიმილით და ძალიან დიდი ემოციებით. ვიხსენებდით იმასაც, რომ გვინდოდა დაგვემთავრებინა სკოლა, ჩვენც გვინდოდა ვდგარიყავით კიბეებზე და ჩვენთვისაც ემღერათ სკოლის სიმნის სკოლიდან წასვლის წინ. ჩვენც გვინდოდა გვწმეოდა თეთრი პერანგები წარწერებით და დაგვეტოვებინა ეს სკოლა და დღეს ეს ყველაფერი ახდა, მაგრამ რას გვგრძნობთ? გვინდა კი ახლაც იგივე? ნამდვილად ძალიან რთული ყოფილა, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადავდგათ, რადგან შევდგეთ ცხოვრების ახალ ასპარეზზე. მასწავლებლებო, თქვენ ხართ ის ანთებული სანთლები, რომლებიც არასდროს არ ჩაქრებით და სიცოცხლის ბოლომდე გაგვინათებთ გზას. თქვენ ხართ ის სანთლები, რომელმაც გაანათებთ ჩვენი გული და ჩვენი გონება. გპირდებით, რომ გვემახსოვრებით, გვეყვარებით და იმ გულით გატარებთ, რომელიც თქვენ აანთეთ სიყვარულით. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, გარდა იმ მადლობისა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვერანაირი მადლობა ვერ გადაფარავს იმ ამას, რაც თქვენ მიგიწყოთ ჩვენდამი და ჩემს უმცროს თანატოლებს მინდა მივმართო და მივცე მეგობრული რჩევა, რომ გიყვარდეთ სკოლა, გიყვარდეთ მასწავლებლები, გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან მასწავლებლები ნამდვილად ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ ხელგაშლილები არიან თქვენთვის და მუდამ თქვენთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი უნდა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მე მეტის თქმას არ ვაპირებ, უბრალოდ მე გისგვინდა რომ პატარა ლექსით დავამთავროთ ჩვენი სადგური. ფრთები გავშალოთ როგორც არწივმა, გვერქვას მამულის რკინის კედლები. სამშობლოსათვის თავის გაძირვა, ამას გვასწავლის მასწავლებელი. შოთას სახელი არის ბინდება, სულის და გულის გამხარებელი, ჩვენი მზეა და ჩვენი დიდება, აი, რას ამბობს მასწავლებელი. ქართველის გულში დიდი ილია, მარაჯამს გულით სატარებელი, ოქროს ძაფებით ჩაქსოვილია, აი, რას ამბობს მასწავლებელი. აკაკის ლანდი გულში ინთება, მტრის გულის ისრით გამგვირებელი, უკვდავი იყოს ვაჟას სახელი, ამას გვასწავლის მასწავლებელი. სწორედ მიტომაც გადაგვენა სხვა, სულ რომ გვასწავლის, გვარიგებს, გვირჩევს, ვით მშობელ დედას, დედაენასაც მასწავლებელი ისე გვაყვარებს. ამიტომ გვიყვარს ასე ძალიან, გვინდა ბავშვით მუდამ ვეფეროთ. თბაში ჭაღარა შემოგვერია და მაინც ვამბობთ მასწავლებელო. გავშალოთ ფრთები როგორც არწივმა, გვერქვას მამულის რკინის კედელი. სამშობლოსათვის თავის გაჭირვა, აი, რას ამბობს მასწავლებელი. მუდამ უნდა რომ სულ წინ გვიცხოდეს. შიშის არ ვიყოთ გამკარებელი. დედა გიყვარდეს, მამა გიყვარდეს, აი, რას ამბობს მასწავლებელი. დიდი მადლობა. თვალის დახამხამებაში გავიდა. თითქოს გუშინ იყო მეც აი ასეთი პატარა ვიყავი და დღეს უკვე დამოუკიდებლობისკენ მივულტვი. დიახ, დრო ნამდვილად სწრაფად გადის და სწორედ დროის სისწრაფეზე გვიმღერებს დღეს ქრისტინე ფაშავა. გთხოვთ ქისო. გთხოვთ.
მოდეს ეს ჩემი სიმღერის სიყვარულს გთხოვ და გამინათექსა საით მიდიანეტა ბავშვობის დღები თან მიხვებიან ვხედავ ლამაზი ფერები წავლენს ლაბრებთან ერთად და სადგეცებოსან მაინც ოცნებას ვხედავ სიმღერის მესმისმა მიფრინავს დროს სადღაც ბავშვობა მიყვება მიდიან შორს წლები ქცეული სიზმრებად მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის სიყვარულს გთხოვ და გამინათექსა გაყვება ოცნებასთან ლამაზი სიზმარი ოცნების ქვეყანასა სად არის მითხარი მიფრინავს დრო სადღაც ბავშვობა მიყვება მიდიან შორს წლები ქცეული სიზმრებად მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის სიყვარულს გთხოვ და გამინათექსა წლები ქცეული სიზმრებად მე მინდა რომ ყველგან ისმოდეს ეს ჩემი სიმღერის სიყვარულს გთხოვ და გამინათექსა და გამინათექსა კიდევ ერთხელ მქუხარი აპლოდისმენტები. ხოჩა ქრისტინ ნამდვილად ძალიან კარგი შესრულება იყო, ახლა კი ვაქცევთ ღონისძიებას. ჩვენ იმდენი ვილაპარაკეთ ჩვენს განსაკუთრებულობაზე, ვფიქრობ თავი შეგაწნით. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი მეგობრობა, როგორც ჩვენ ვიცით, ძალიან მწრფელია. გაკვეთილების განსაკუთრებული ვიცოდით, ჩვენი ოთახი ძალიან მშვენიერი იყო. თუმცა რაღა ჩვენ გელაპარაკოთ ჩვენს უპირატესობებზე, სიტყვით გთხოვთ ჩვენს პირველ მასწავლებელს მადონა თოდუას და ჩვენს დამრიგებელს ძალიან საყვარელს, განსაკუთრებულსა და ძალიან თანამედროვეს მანანა თოდუას. გთხოვთ! დროის ეს სწრაფად გარბის, რაც კი მჯერა რომ 12 წელმა ასე სწრაფად გაირბინა. მაგრამ თქვენ რომ გიყურებთ ასე ლამაზებს, უკვე დავაშკაცებულებს და დაკალებულებს, თვალწინ მიდგას თქვენი მომცინარი, თვალსრემლიანი სახეები. თქვენ გამორჩეული ბავშვები იყავით, გამოირჩეოდით თქვენი ნიჭიერებით, სიკარგით, მაგრამ სკოლის რიტმში ჩაბმა და სწავლისადმი ცხოვრის აღზრა არც ისე რთული მადვილი საქმე იყო. ვფიქრობ, რომ ეს მე შევძელი. ბავშვებო, მეხუთე კლასში პირველ ხანებში თქვენ გაგიჭირდათ ახალ მასწავლებლებთან შეგუება. მახსოვს ყოველ დასვენებაზე როგორ ჩამორბოდით ჩემთან და თქვენს კარგ თუ ცუდ შედეგებს პირველად მე მიზიარებდით. თქვენ გამორჩეული კლასი იყავით და გამორჩეული კლასის იმიჯი გქონდათ და ეს არაერთხელ დაამტკიცეთ.
ვერ ვიტყვი რომ იმედები გამიცრუეთ, არა. თქვენ იყავით ძალიან წარმატებული, რომლითაც ჩვენ ასე ძალიან ვამაყობდით. ბავშვებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წარმატებით ჩაგებარებინოთ ეროვნული გამოცდები. კიდევ ერთხელ გაგვახარეთ ბავშვებო. ასახელეთ თქვენი სკოლა, რომელმაც ასე ძალიან შეგიყვარათ და ყველაფერი მოგცათ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატებული იყოთ. კიდევ ერთხელ დაგლოცავთ, ძალიან მიყვარხართ. მიუხედავად იმისა, ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის თითქმის 4 ათეული წელი მიმაგრებს ზურგს, მაინც ძალიან ვხელავ და ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ, იმიტომ რომ დღეს მე ჩემს 8 წლიანი ურთიერთობას მე ამ კლასთან ვამთავრებ. ძალიან გული მწყდება. ეს ის ბავშვებია, ეს ის მოსწავლეებია, ეს ის კლასია, რომლითაც მე არაერთხელ მიამაყია, არა მარტო მე მთელ სკოლას, იმიტომ რომ ძალიან წარმატებულები იყვნენ, მაგრამ ეს წარმატება ისე არ მოსულა. ეს იყო ჩვენი სკოლის დირექციის დიდი თანადგომის, ჩვენი მასწავლებლების თავზალდაუზოგავი შრომის, ხათუნა მასწავლებლის რაღაც არანორმალური მუშაობის შედეგი, რომ ამ ბავშვებმა ასეთ წარმატებებს მიაღწიეს. მე მჯერა ჩემი მოსწავლეების, რომ ისინი ამ შრომას დაამახს, დაუფასებენ თავიანთ სკოლას, თავიანთ მასწავლებელს და ისინი გაიზრდებიან ერისა და ქვეყნის საამაყო შვილები. დაბოლოს მინდა ბავშვებო, მე თითოეული თქვენთაგანის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემს ბოლო გაკვეთილზე მე თქვენ გითხარით ჩემი სურვილები და არ მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, მაგრამ მე მინდა რომ პირველ რიგში იყავით ადამიანები, რომელსაც ეყვარება თავისი ქვეყანა და თავისი სამშობლო. მასწავლებლობა ეს პროფესია არ არის ბავშვებო. ეს არის მასწავლებლად კი არ უნდა გახდე, არამედ უნდა დაიბადო და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საპატიო მისიაა, რომელსაც ჩვენ ვუძღვებით. და მე ამაყი ვარ, რომ მართლაც დავიბადე მასწავლებლად, იმიტომ რომ მე თქვენ ძალიან მიყვარხარ და ყველა ის მოსწავლე მიყვარს, რომელიც ჩემი აღზრდილია. თქვენ მეხუთე გამოშვება ხართ ჩემი, რომელმაცაც მე სკოლა დავამთავრებია და მეხუთე კლასიდან მე-11 და მე-12 კლასამდე ვაცილებდი. თქვენ არ იფიქროთ, რომ მე ნაკლები გამოშვებები მყოლია, მაგრამ თქვენზე ძალიან დიდი იმედებს ვამყარებ. მე ვიცი, რომ თქვენ შორის ძალიან ბევრი წარმატებული პროფესიის ადამიანები დადგება. მე ისტორიის ბოლო გაკვეთილს ვესწრებოდი და იქ ერთ-ერთი აქტივობაში თქვენმა დირექტორმა თქვენ რომ მოგცათ შეკითხვები თუ ვინ გამოხვიდოდით, მე იქ ძალიან ამაყი ვიდექი, იმიტომ რომ მართლა მჯერა თითოეული თქვენთაგანის. მე ვიცი, რომ თქვენი სახით ჩვენ გვეყოლება ძალიან საამაყო ექიმები, პროკურორები, ეკონომისტები, თუნდაც მინისტრები, თუნდაც პრეზიდენტი, ყველას მოვიაზრებ თქვენში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან წარმატებული ბავშვები ხართ. თქვენ ამისი საფუძველი მოგცათ ამ სკოლამ, ტრადიციების მქონე სკოლამ, რომელსაც ძალიან კარგი თაობა აღუზრდია და აღზრდიც კიდევ ერთხელ გეფერებით, გესიყვარულებით და კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ მომავალი ეროვნული გამოცდები, რომელიც სულ მალე დადგება, წარმატებით ჩაგებარებიოთ და ვეამაყოს კიდევ ძალიან ბევრჯერ თქვენი წარმატებები. ძალიან აპლოდისმენტები არ მისმის. არგით, ახლა ასეთი ცოტა სევდიანი მხიარული ამბების, სევდიანი ამბების შემდეგ აუცილებელია ცოტა გამხიარულდეთ, ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ კიდევ ერთს, ის მომიყვა ახლა, შემოგთავაზებთ უცხოური ცეკვების პოპურს და ეს ძალიან მოგეწონებათ იმედია. ეს ცეკვა, ხო იცი, ერთი შანს მომეც. შენს გინდა ცეკვა? მინდა. ისა
ჩვენ კარგი მაშინ ჩვენ რომ მორჩებით მე რეიცეკვე შენ ხო? არა, ეხლა მინდა მე თქვენთან ერთად. კარგი. კარგი იყოს. Enrique Iglesias, alongside Venezuela. Get the girl in the zone. Trying to fall out to the woman, tell them what it's on. Lock it in just like that. You get them move one track, trying to fall out to the Enrique, sing it. Girl, I like the way you move. Don't show me what you do. You can tell me that you want me, cause you got nothing to lose. I can't wait no more. I can't wait no more. I wanna be contigo, live contigo, dance contigo, laugh contigo, una noche loca, y estar tu boca. I wanna be contigo, live contigo, dance contigo, laugh contigo, una noche loca. With you, girl, tremenda loca. Show me, move it, show me, move it, don't be honey, yeah, show me, move it, show me, move it, easy, motion, I got you. Show me, move it, show me, move it, para nunca caes. Show me, move it, show me, move it, not watching that. Do that one dance, baby. That one dance. Yeah. Oh, you don't know how to do that? Baby, do it for you, grandma. Come on, I'm old and I'm trying to learn it. Well, yeah, do it. Oh my God. Girl, ain't that singing? Yes. Don't look like girlfriend. Girl, I don't care. I don't care, girl. He's still there, yes. Walked in this party and these girls looking at me. Skinny jeans on and you know my head nappy. Hey, okay. I want y'all to do this dance now. Juju on that beat, juju on that beat, juju on that, juju on that, juju on that beat. Now slide, chop, hit don't fall, don't stop, hey, don't stop, hey, don't stop, hey. Run a man on that beat, run a man on that beat, hey, run a man on that beat, hey, run a man on that beat. Now do your dance, hey. You ugly, you your daddy's son, hey. Черный глаза, вспоминаю, черные глаза, я только тебе мечтаю. Черные глаза, самые прекрасные черные глаза.
said you hallelujah. Girl said you hallelujah. Girl said you hallelujah. Cause Uptown Funk don't give it to you. Cause Uptown Funk don't give it to you. Cause Uptown Funk don't give it to you. Saturday night we in the spot. Don't believe me, just watch. 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 Hey, hey, Wait a minute. Wait. خیلی بیچ واسه سوله ها اس الیاس ها تایسی دیم تاو دام تاو دیم تاو دام تاو دیم تاو دام تاو 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 دیم تاو دام تاو دیم تاو دام تاو دیم تاو دام تاو دیم تاو تاو دیم تاو دام تاو 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 მადლობთ. ახლა კი ნელა წავიძიოთ ბოლოსკენ, მაგრამ კიდევ არის ერთი-ორი სურპრიზი ნუღელად. მოკლედ ბოლოსკენ მე მინდა ერთი რაღაც თქვა. პირველ რიგში რა თქმა უნდა მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს სკოლას. ძალიან ბევრი მადლობა გაისმა დღეს და იმედი არ მოგბეზდათ, მაგრამ მე მინდა თქვა განსაკუთრებულად რომ მე თითოეული ადამიანი მიყვარს აქ, თითოეული ოთახი. მთლიანად სკოლა და ყველაფერი რაც ამ სკოლას უკავშირდება. ბევრს არ ვიტყვი, მხოლოდ ერთ დღად ავამატე. მე მინდა რომ ისეთი ადამიანი გამოვიდე, ისეთი ღირსეული მამულიშვილო, რომ ჩემი სკოლის, ჩემი სოფლის და ჩემი სამშობლოს სახელი თელმა მსოფლიომ გაიგოს და მთლიანმა გალაქტიკამაც უგახდა საჭირო. მადლობ. გვინდოდა განსაკუთრებული ღონისძიება გვეჩუქებინა თქვენთვის და ის ამაგი, რომელსაც ვერასოდეს ვერ გადავიხდით, რაღაცით ცოტათი მაინც დაგვეფასებინა. ჩვენ ყველაფერი საუკეთესო გვინდა ჩვენი სკოლისთვის. გვინდა თითოეულ თქვენთაგანს მოგეფეროთ და უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა. ახლა კი მე მინდა ჩემ კლასელებს ვიცით აქვს ზოგიერთ სურვილი და დასამშვიდებელი სიტყვით მიმართონ ჩვენ საყვარელ სკოლას. თხოვთ ბავშვებო, ნუ მოგერიდებათ. Video gentlemen. მოგესალმებით. დრო გადის და თუმცა მისი კანონები უცვლელი რჩება და დადგა ეს დღეც, ეს ანატრელი დღე, რომელსაც დიდი ხანია ვნატრობ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ახლა მინდა მე ამ სცენაზე დგომა. ძნელი დასაჯერებელია რომ მოვა სექტემბერი და ჩვენ აღარ მოვალთ ამ სკოლაში, უჩვენოდ დაირეკება ზარი. ასევე აღარ დავალოდებით ისტორიის გაკვეთილს უნდა შეკროლები, აღარც მანანა მასწავლებელი წაიკითხავს გლის თავზე სახარებას ჩვენი სახით, აღარც ხათუნა მასწავლებლის პილპილ მოყრილ მათს მოვისმენთ, აღარც ჩვენი ხმა გაისმება ამ დერეფნებში და ჩვენი მუდამ მხიარულები და ჟრიამული სავსე ოთახით დაცარიელდება. თუმცა ჩვენი გზნობები, ეს ემოციები და მოგონებები სამუდამოდ უცვლელი დარჩება, რომელსაც ჩვენ უკვე მე-12 წელია გულით ვატარებთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ეს სკოლა ყოველთვის იყო, არის და იქნება ოცნებების ახდენის სამყარო და მინდა გამოვყო ჩემთვის უსაყვარლესი და უზვირფასესი ხათუნა მასწავლებელი.
რომლის შრომაც დაუფასებელია და ამ ადამიანმა სრულიად სხვა თვალით დამანახა სამყარო და მან მომცა შესაძლებლობა რომ ვრთები შემესხა ჩემი ოცნებებისთვის, ამიტომაც უღრმესი მადლობა მას ამისთვის და იმედი მაქვს რომ ჩემს სიყვარულს და პატივიცემას მისდამი ოდესმე სრულყოფილად გამოვხატავ და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს და იმედი მაქვს რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, რომელთა მოსვლითაც ამ სკოლას რაღაც ღირებული შეემატა და რომელთა წასვლითაც ალბათ ისევ რაღაც დაგაკლდებათ. დიდი მადლობა. უკვე 12 წელია რაც კახეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის სტატუსით დავდივარ. რავი, ძალიან დიდი ხანია ამ დროსველი, იმიტომ რომ ბოლოს არის ხო ყველა ადამიანისთვის ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ამ ბედნიერებასთან სევდაც თანსდევს. სევდა იმაშია, რომ აღარ გავიგებ ყოველდღიური დედაჩემის ფრაზას, ლაშა ადექი სკოლაში გაქვს წასასვლელი. ვერ გავიგებ თუნდაც იმ ბავშვების ფრაზას, როდესაც დირექტორის კარების წინ ვიდექი და ნახეთ ბავშვებო, რა ფავა საქმე ცუდად არისო. რავი, მინდა გამოვყო მანანა თოდუა. მანანა მას მე-5 კლასიდანაა მასწავლით და რო ჩამოვთვალო ის დღეები და ის წუთები, რომელშიც გამიბრაზები ხარ და ალბათ ერთი კი არა, 2 და 3 ბოლოს არის არ მეყოფილი. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ, ასევე ჩვენი სკოლის დირექტორი მანანა მებონია, ძალიან დიდი სიყვარული გამაჩვენია თქვენდამით და რა თქმა უნდა, ამ სკოლის ყველა მასწავლებლისადმი. და მინდა იცოდეთ, რომ ჩემ ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიგიწვით. მადლობა ყველაფრისთვის. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ კმაყოფილება მომაკვდინებელი სენია, მაგრამ მე დღეს უკიდეგანად კმაყოფილი ვარ, რადგან მაქვს ბოლო ზარი და მქვია კახეთის ნომერ 1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, შეუძლებელია დამავიწყდეს თქვენი თვალების ფერი და სითბო, რომლითაც 12 წელი გვიმზერდით. ჩვენ ხშირად გვავიწყდებოდა ელემენტარული, რადგან გვეშინოდა სიმართლით, ვამბობდით მილიონს და გვავიწყდებოდა მთავარი. და დღეს მე ვდგავარ სრულიად გულწრფელი და მინდა დავიწყო მილიონი და ვთქვა მთავარი. ძალიან მიყვარხარ და ძვირფასები ხარ ჩემთვის. არ ვიცი რომელი სიტყვებით დავიწყო ჩემ სკოლაზე საუბარი. ზუსტად 12 წლის წინ მე შემოვდგი ამ სკოლაში ფეხი და პირველი ზარი დავრეკეთ მე და ჩემმა თანაკლასელმა, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მეგინ არასელიამ და ახლა მიმძიმს იმის თქმა, რომ მე მივდივარ ამ სკოლიდან. ფიქრობ ჩვენმა კლასმა დაიმსახურა ღირსეული კლასის სახელის წოდება. მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მასწავლებელს, ჩვენს დირექტორს, რომ ასეთი საოცარი სიურპრიზი დაგახვედრა დღეს და ყოველგვარად ხარში ამოგვიდგა. მქონდა ცხოვრებაში ისეთი მომენტები სკოლაში, რომ არ ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ამაში დამეხმარა ჩემი დამრიგებელი და ჩემი დირექტორი მანანა მებონია და მე დღეს ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში მივდივარ სწორი გზისკენ. არ ვიცი სხვა რა უნდა ვთქვა, ისეთი აღელვებული ვარ, აღარ მინდა სკოლიდან წავიდე და აი ალბათ ყოველდღე აქ ვიქნები სკოლის კართან, ეს უკვე მიჩვეული ვარ ამ ყოველდღიურ ცხოვრებას და ძალიან მიყვარხარ და გაფასებ თითოეულ თქვენგანს. დიდად თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ არ შემიძლია არ გამოვყო 2 ადამიანი, რომელმაც ჩემი აზრით უდიდესი წვლილი შეიტანა თითოეული ჩვენგანის წარმატებაში. ეს 2 ადამიანია ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა მებონია. მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, ის ყველანაირად ცდილობდა და ყველანაირად ხარს გვიჭერდა იმისათვის, რომ ჩვენ წარმატებულები ვყოფილიყავით. და მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ჩემი გერმანულის მასწავლებელ ხათუნად არასელიას. აპლოდისმენტები! ამ ადამიანთან ნამდვილად დედაშვილური ურთიერთობა მაკავშირებს და მინდა უთხრა, რომ ძალიან მიყვარს და ვეცდები მისი იმედები გამომართვა. მადლობა. ახლა კი
კიდევ ერთი ესეთი ორიგინალური ნომერი ჩვენი კლასის შემოგთავაზებ ჩვენი კლასის სიმღერას. აპლოდისმენტები. ინტრიგა ხალხო. ქრისტეს ერთი ჩვენ არ გვიდა. ჩვენ არა.
როდის ფრენდები მადლობა ახლა კი რა თქმა უნდა ჩვენი სკოლის დირექტორს მანამებონი ავთხოვთ სიტყვით მოგმართოს აპლოდისმენტები ძალიან მოკლედ გილოჩათ ყველას მოსავლეს შობელს სკოლას და თელსოფელს გილოჩათ დიდობაში შესვლას გილოჩათ ათვლის წერტილს თქვენი ახალი ცხოვრების გზაზე დღეს და რას გისურვებთ? გისურვებთ სამშობლოს თლიანს და მზიანს გისურვებთ ოჯახს ყველას გონიერს ხონიერს გისურვებთ კეთილი მეგობრების სიმრავლეს გისურვებთ ლამაზ სიყვარულს და გისურვებთ თქვენი ცხოვრების ჯანმრთელ მაჯისცემას ეს ამით მე თქვენ ყველაფერი გითხარით იმიტომ რომ მე თქვენ ეს 12 წელი ძალიან ბევრი გელაპარაკეთ ეხლა გუყურებდი სცენაზე თქვენს შემოქმედებას ეს ჩემთვის უცხო არაფერი არ იყო თქვენი ჭიერი ხალხი ხართ გამოვიდნენ პედაგოგები მოგილოცეს მაგრამ დარჩა ზოგიერთი განზე რატო არ ვიცი ბევრს აქვს სათქმელი ზოგი გასწავლიდათ უშუალოდ საკლასო ოთახში ზოგი არა საკლასო ოთახში მაგრამ გასწავლიდათ გესაუბრებოდათ გეკონტაქტებოდათ მე ამიტომ გადავწყვიტე მაგალითად თეონა კაკულიამ რატო არ უნდა მოგილოცოთ ბოლზარი თო თეონას ერთი წუთით სამწუხაროა რომ მე არ გასწავლით ქართულს და სამი უდიდესი გენიოსის ხელი დაგაკმათ და ნუ ხესენია კვაჭაძე შანიძე და კაკულია მაგრამ არა უშავს ბავშვო თქვენ მაინც ძალიან ჭკვიანები ხართ მოდით დაოჯახდით გამრავლდით და მე ვასწავლით თქვენ ხილებს ქართულს ხო ძალიან საინტერესოა აბა ბედნიერად ბავშვებო დავუშვათ მაკა ჯანჯღავა რატო არ უნდა მიულოცოს მათ სკოლის დამფარი ბავშვებო გილოცა თქვენ ძალიან ჭკვიანი ძალიან არაორდინალური და განსხვავებული კლასი ხართ დეა მე თქვენგან ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო და არაორდინალური გაკვეთილი მახსოვს ამისათვის კი დიდ მადლობას გიხდით აბა ბედნიერად ბავშვებო რა მნიშვნელობა აქვს ასწავლიდა თუ არ ასწავლიდა ასწავლიდა ყველას ადამიანობას სიკეთეს იაწახნაგია იჭებო დაგუგოთ
დაამთავრეთ, ხო? წელს როგორც იქნა, ასტრონომია გავიარეთ. და როგორც იქნა, დაგიწერეთ შეფასებები. შეფასებები იმიტომ დაგიწერეთ, რომ იცით, რომ დედამიწაზე ცხოვრობთ ახლა, ხე? ვარსკვლავის სხველი რა გამოვა? ისე ზოგიერთი ცხოვრობდით უცხო პლანეტაზე, მაგრამ ეგეთი პატიებია. აბა, ბედნიერად ბავშვო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვ. ელისო ბიბია. პირველ რიგში სკოლის დამთავრებას და ახალი ეტაპის დაწყებას თქვენ ცხოვრებაში. და დიახ, მე მინდა თქვენ გისურვოთ კულევის სიხარული, ბედნიერება და რა თქმა უნდა წარმატება. და დიახ, აბა ბედნიერად ბავშვებო. მიულოცა, მაგრამ ძალიან ღელავდა. ამიტომ ხელმეორედ მიულოცოს მარანათოდუა. ბავშვებო, როგორც იტყვია, შევაბერდითო ერთმანეთს და ასეც არის. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რაღაც გამოვიარეთ. ზოგი კანტოლება ამოხსენით. ზოგი ვერა. მაგრამ არა უშავს. თქვენ უკვე ამთავრებთ, როგორც რომ დაამთავრეთ სკოლა. თქვენ სკოლიდან მიდიხართ. ძალიან წარმატებულები, ჭკვიანები. 50-50-ია ბავშვო. ჩვენი წილიცაა და თქვენიც. მახსოვს როგორ გინანებოდათ. გრძელი ჩხილები, ტელეფონები და წვერები, მაგრამ აწისიც მშვიდობაში შეგარგოთ ღმერთი. აბა ბედნიერად ბავშვო. მადლობა ანაკოდუას. თქვენ იცოდით სურპრიზები, მაგრამ არანაკლები იცოდა თქვენი სკოლის დირექტორმა. გემშვიდობებით დროებით ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. შევხვდებით ერთმანეთს ამ მოედანზე კიდევ ერთხელ კონცერტზე. შევხვდებით ერთმანეთს ბათუმში დღეს და შევხვდებით ერთმანეთს მთელი ცხოვრება. მე თქვენი უფროსი მეგობარი ვიქნები და მე თქვენი მასწავლებლის სტატუსით ვივლი მთელი ცხოვრება. ზადაგელოცოთ. მანანა მასწავლებო. მანანა ერთი წამი ჩვენ გვჭირდებით სცენაზე, ჩვენს გვაქვს პატარა სიურპრიზი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თქვენი ხართ, ჩვენი უძვირფასესი დირექტორი, მასწავლებელი, უფროსი მეგობარი და ძალიან დიდი გულშემატკივარი. თითქმის წარმოუდგენელია აღწეროთ და შევაფასოთ ის მადლი, რაც თქვენ მიგიწვნით ჩვენი ოჯახისა და სოფლის წინაშე. თქვენი სკოლა, თქვენი ცოდნის ტაძარი არის ადგილი, სადაც არ არის დიფერენციაცია. სადაც თითოეული მოსწავლე თავს ვალდებულად თვლის და მნიშვნელოვნად თვლის, რომ სკოლის აღმავლობის გზაზე საკუთარი წვლილი შეიტანოს. თქვენ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ. თქვენი პედაგოგები მადლობას გიხდიან იმისათვის, რომ ხართ კარგი მასწავლებლის შესანიშნავი მაგალითი. მშობლები მადლობას გიხდიან იმისათვის, რომ მათი ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან შვიდ, თბილ და დაცულ გარემოში. დამერწმუნეთ მართლა მე და ჩემი კლასელები უკვე კურსდამთავრებულები იმ კურსდამთავრებულთა რიცხვს მივეკუთვნებით, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის გულით დაატარებენ კახეთის სკოლას და ყოველთვის ენატრებათ, ეიმედებათ და
როგორც კი ჩვენი სკოლის ლამაზ ეზოში ფეხს შემოაბიჯებენ, გული ისეთივე სიხარული და გამალებით უძგერთ, როგორიც ეს ბავშვობაში იყო. მანანა მასწავლებელო, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ გადავიხდით თქვენს ამბაქს, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით ვიყოთ ისეთი ადამიანები, რომელიც თქვენ სიამაყეს მოგგვრით. ახლა კი, თავბატონებო და ბატონებო, 2017 წლის კახეთის ნომერი 1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სიმბოლურად ვარსკვლავს უხსნით ვარსკვლავ ადამიანს ნიშნად იმ ნათებისთვის, რომელიც კახეთის სკოლას აქვს, ქონდა და ბანანა მეგონია სკოლით პირა დიდხანს ეკრება. მამანამას ძალიან გვიყვარხართ, გვეიმედებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეთ. ძალიან დიდი მადლობა. ამით კი ჩვენი ღონისძიება დამთავრდა. მადლობა ყურადღებისთვის. გემშვიდობები.
Oh, so